როცა ხარ ადამიანი მზად იმისათვის, რომ ემსახურო შენ ხალხს, ემსახურო მათ ხვალინდელ კეთილდღეობას და გაქვს მიზანსწრაფა იმისათვის, რომ შენ ქვეყანაში რაღაც საკითხები უკეთესად დაალაგო, აი ეს იყო მთავარი მოტივი ჩემთვის იმისათვის, რომ ყოფილიყავი პოლიტიკაში. ქართული ოცნების 6 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ქალია და ყველაზე დიდი წარმატებები ჰქონდა იმ რაიონებს, სადაც ქალი თავმჯდომარეები იყვნენ. საზოგადოებრივი აზრით ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში არ არის მზად იმისათვის, რომ რატომ უნდა იყოს ქალი პოლიტიკაში. ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველთა 53% არის ქალი. ჩვენ ქალებმა უნდა დავიცოთ მათი უფლებები, ამიტომ უნდა ვიყოთ იმ სადარაჯოზე, სადაც მათი უფლებები, მათი მოვალეობები და მათი ხვალინდელი დღე წყდება. სახელმწიფოს მთავარი რგოლი არის ოჯახი, ხოლო ოჯახის მთავარი რგოლი არის დედა. კარგი დედა ყველაფერს აალაგებს ოჯახში. ამიტომ იმაჩნია, რომ საკითხების გადაწყვეტის დროს ქალი უფრო უკეთესად დაალაგებს პროცესებს და რატომაც არა, ბევრი ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენ ქალებს უფრო ბევრი ამის გაკეთება შეგვიძლია.